ძალიან კარგი განწყობით პირველი ამომრჩეველი ვარ. მე მჯერა და მწამს რომ ოცნება გაიმარჯვებს კიდევ ახლა საბოლოოდ დასვამს წერდილს ყველაფერს დაუსვამს, იმიტომ რომ ყველაფერი თითქმის გაკეთდა ხალხის სასარგებლოდ და კიდევ იქნება მომავალი წარმატებები და დიდება უფალს მჯერა და იქნება ეს ასე. იმედია რა რაღაცა იქნება და კაც ხალხს გაამართლებს. რა მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნებისგან? მანქანა მშვიდობა და მე არაფერი. ძალიან კარგი განწყობით. რა მოლოდინები გაქვთ ამ არჩევნებისგან? ყველაფერი კარგი. უკეთესობისგან უნდა შეიცვალოს ზუგდიდი. ხმა მივეცით სიწყლარეს, სიმშვიდეს. განწყობა კაი. რა შეიძლება ხალისიანად მოვედით. ჩვენს კანდიდატს მივეცით ხმა. რა მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნებისგან? მოლოდინი რა ვიცი? მოგების. ყველა მე მგონი აღიარებს რომ დემოკრატიულია, არავის არაფერი არ დაუძალებია და რა ვიცი, ჩვენი სურვილით ვიყავით ყველანი. ყველას მოგების ისა და ყველას აქვს შანსი მოგების. ამიტომ რა ვიცი, ჩვენ იმას მივეცით კანდიდატს ხმა. კანდიდატებს უბრალოდ. რა განწყობით ხართ მოსული არჩევნებში? განწყობით ახლა რა, ცუდი განწყობა არ აგვარა ხო. რა მოლოდინი გაქვთ? მოლოდინი კარგი ალბათ, გამარჯვება. ასულობები და ზუგდიდის აღორძინება. განწყობით ვარ მოსული რომ მიშას მივსეხმა. რა მოლოდინი რო გაქვთ? არ არის მისი შემსრულებლები არიან. მოლოდინი თუ ესენი იქნა კარგია, თუ ის იქნა დაიღუპა საქართველო. რა განწყობით ხართ მოსული არჩევნებზე? ეკატერინე გახოკიძე, მეათე უბნის დივანი. ჯერჯერობით ნორმალურად აყოლაფერი. რა დროს გაიხსნა უბანი და რა დროს მიიღეთ პირველი ამომრჩეველი? 7 საათზე გაიხსნა და 8 საათზე მივიღეთ. კაი განწყობით ხართ მოსული. იმედი გვაქვს, ყველას გვაქვს იმედი, იმიტომ რომ მოვდივართ, რომ იმედი რო არ გქონდეს, შეიძლება არ მოსულიყავით რა. ეგზიტ პოლი ვარ მეორე. დაგეცეთ და